მე დღეს მოვედი სტუმრად ვახო ფიცხელაურის ოჯახში. ვახო ფიცხელაური ჩვენი მეგობარია, ჩვენი თანამებრძოლია. ვახო, თუ მიყურებ, იცოდე რა გვახსოვ ხარ, ყოველდღე ვფიქრობ ჩვენზე. იცოდე რა გვახსოვს ის სიკეთეები, რაც გაგიკეთებია. ვახო იყო ბიჭი, რომ გორიდა, რომელიც თითქმის ყოველდღე დადიოდა აქციებზე თბილისში, რომელიც აქტიურად იყო პროცესებში ჩართული. ორი შვილის მამა. ვახოს შვილებმა ჯერ არ იციან, რომ მამა დაკავებულია და შესაბამისად სწორი დრო შევარჩიეთ აქ მოსასვლელად. მუშაობდა ტექნიკის მაღაზიაში და იყო ოჯახის ერთ-ერთი მარჩენალი. ის დარწმუნებული ვარ, ყოველდღე მზად იყო იმისთვის რომ დაიჭერდნენ, იმიტომ რომ ვახო ის ბიჭია, რომელსაც ტიტუშკები თავს დაესხდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ სასტიკაცცემეს, თუმცა პოლიციას ამ დრომდე რატომღაც ეს საქმე არ გამოუძიებია და ეჭვმიტანილიც კი არ უპოვია. დანარჩენს უკვე ვახოს ცოლი თეო მოგვიყვება, რომელიც ასევე ჩართულია მთელ სამ პროცესებში. თეო, ერთად იბრძოდით, ერთად ხედავდით, სულ აი გორშიც აქციაზე რა ჩამოვედით, სულ ერთად იყავით და მგონია რომ რაღაცა განსაკუთრებული, აი პატიმრობასაც ელოდით, ხო? ამ რეალობაში. კი, პრინციპში დღიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა მე და ვახო უკვე ვართ თანაცხოვრებაში და შესაბამისად ორივე ერთდროულად ჩართულები ვართ აი ამ მნიშვნელოვან პროცესში. მე ესეც ვეძახდი რომ ბიჭი გორიდან, სულ ამას ვეუბნებოდი, რომ აი ყოველ მეორე დღეს მაინც თუ ყოველ დღე არა ვახო იყო თბილისში. ვახოს ოჯახი არის რუსების რეპრესიების ქვეშ მოყოლილი. რას გულისხმობ? დიდი ბაბუა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან იყო რეჟიმის სამიზნე. ერთი ოჯახი, აი ეს ფიცხელაურების ოჯახი, რომლის წევრიც თვითონ არის გაკულაკებული და მეორე დიდი ბაბუა საერთოდ დაუხრიტეს. ოჯახისგან განსხვავებული განწყობები აქვს და ოჯახისგან განსხვავებული ბრძოლის უნარიანობა თუ რაღაც თვისებები გამოარჩევს და აი მაინტერესებდა ანუ საიდან აქვს ეს თვისებები. როდესაც გავიგე მისი ეს ისტორიები, სულ რო წვეტა იყოს ამ ისტორიებში, რაღაცა გამახსოვრდება ალბათ, რაღაცაზე მერე პროტესტი გიჩნდება. გაკულაკებული ბაბუის შვილიშვილს ბავშვობიდან ხო ესმოდა ეს ისტორია, რომ ეს რუსებმა ქნეს. მერე გორშია, რომელიც სულ ცხელ წერტილში იყო და რაღაცნაირად 2008 წელს რამდენი წლის იყო ახლა? 14 წლის. ხო. ეს თავის თავზე გაიარა ამ ყველაფერმა გარდა იმისა, რომ ბავშვობიდან ესმოდა, მე თავის თავზე გაიარა. ანუ მე ის კი არ მიყვარს გორელს, რატო არ უყვარს რუსი. მე ის მიყვარს გორელს, რატომ უყვარს რუსი. ანუ ყველაზე მეტად ქოცობის მე აქ ამ რეგიონში არ მესმის. მგონია ხოლმე, რომ პროტესტი ყველაზე მწვავე რუსის წინააღმდეგ უნდა იყოს ხოლმე გორში და ამიტომ ვახო ჩემთვის განსაკუთრებული აქტივისტი იყო. ანუ განსაკუთრებულად ის უვოვნებოდი, რომ შენ ხარ ჩვენი აი რაღაცარი ოქროს ბიჭი თქო, იმიტომ რომ აი ვახო ჩემთვის წარმოადგენდა გორს და ყველაზე მეტად იცი რა იყო ვახოში ძალიან თვალსაჩინო რო არ იღლებოდა. გარდა იმისა რომ დადიოდა მე მინდა რომ მაყურებელს მოუყვე. ვახო მუშაობდა მაღაზიაში და ამით ერჩენდა მის ოჯახს, ანუ ვახო არ იყო რაღაცა მხართეზეზე წამოკოტრიალებული, რომ არა, მუშაობდა, ფიზიკურად შრომობდა, ოჯახს არჩენდა, ბავშვები ბაღში დაყავდა, გამოყავდა, ზუსტად ბაღში გამოყვანის წინ იყო, როდესაც დაიჭირეს და ყველა ახლა მახსოვს ბოლო ვეუბნებოდი რომ ახლა შენ მაინც დამანებე თქო იმიტომ რომ გამოვიდა ხობაძე ფული შეუგროვა ტელეფონი უყიდა მერე გამოვიდა კაცია ფული შეუგროვა ტელეფონი უყიდა ოღონდ თვითონ შეიძლება ტელეფონი არ ქონდეს ანუ ასეთ ვახოზე ვლაპარაკობ ყველას დამხმარე ყველას ხელის გამწომი აქტივისტი ანუ ძალიან კარგი ბიჭიძეს ციხეში. არა აქვს მნიშვნელობა ხა მე კოცსაც უნდა მოწონდეს ისეთი ადამიანი როგორიც ვახოა. დამეჯერე კოცებსაც მოწონთ ვახო. ესეთი ადამიანია. კი. და მინდა რომ უფრო მეტი მოგვიყვე მასზე. არის უზომოდ პასუხისმგებლიანი და თავისი სიტყვის პატრონი, აი რაღაცას თუ იტყვის, ან თუნდაც შემოეპირება, მე ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი სიტყვა შეასრულოს. არის სამართლიანი და არის, აი მე მგონი ამ პროტესტში ადამიანებს რაც გამოარჩევთ, არა მარტო ვახოს, გამბედავ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ბევრ ადამიანს, რომლებსაც უნდათ ცვლილებები, ხედავენ ამის აუცილებლობას, ხედავენ ფიზიკურ საფრთხეს, რაც იქიდან მოდის, რაც იმ ღობის იქით არის
პირობითად, მაგრამ ვერ ნახულობენ საკუთარ თავში იმის ძალა, რომ გაბედონ და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, სიმართლეს და უარესი უნდა ვთქვა, იზრუნონ საკუთარი შვილების სიცოცხლეზე. აი ეს ყველაფერი იყო თავმოყრილი ადამიანში და ვახოში ამ შემთხვევაში. თან ამ ყველაფერთან ერთად რომ უყურებ, თითქოს დაუღალავი. აი არ ჩერდება რაღაცა სულ დრაივშია, სულ მოძრაობაშია, სულ რაღაცის კეთება უნდა. ლაპარაკობთ ადამიანზე, რომელიც ანუ ნახე, ის მამინდა ბავშვებს ანუ იმ მშობლების კატეგორიასგან ვეკუთვნებით, რომლებიც ბავშვებს არასდროს არ ეუბნებიან, დედიკო 5 წუთში მოვალ, როცა ერთი დღით გადიხარ. ანუ არ არსებობს რა, ანუ მირჩევნი აიტიროს და იცოდეს, რომ ერთი დღე დედა არ მოვა. ვიდრე გავაჩერო 5 წუთი და მე დანარჩენი არ ვიცი რაღაცა. კი ბატონო. ეხა ჯერ ვერ ვნახე ფორმა როგორ უნდა ვუთხრა, რომ მათი მამა არის დაკავებული და არის ჩვენი შვილები კი პატარები არიან, 2 და 4 წლის არიან და შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეხა დაუჯერებელია, მაგრამ გუშინ ბავშვებს ვთხოვდი ხა ოჯახში დახმარება აი პირობითად საბანიროჩი ხოში მოთავსო, ანუ მეორე ადამიანი რო გეხმარება, უფრო სწრაფად აკეთებ ხო, ანუ ვახო რომ ეხმარებო და ამას უფრო ჩქარა ვაკეთებდი, მაგრამ გუშინ ერთ ბოლოსთან ერთი ბავშვი დავაყენე, მეორე ბოლოსთან მეორე დავაყენე და უნდა გავიქნიო თქო დედიკო და ანუ პატარა მთომამ აი მქნევის ასოციაციას ეგრევე დაიწყო რომ საქართველოს აი იმდენად სასაცილო იყო ხა ეგ, მაგრამ მე მგონია რომ არ გაუჭირდებათ მაგის მიღება. ორი ამბავი უნდა მოყვა, აქ ერთი ის არის რომ ჩვენთან რო პოლიცია შემოვიდა სახში ნანუკამ ჩემა ძმისშვილმა აღიქვა როგორც აქცია და მე რამდენიმე დღე იძახდა ჩვენთან აქციები რატო აღარ ტარდებოდა. ეს ხალხი მოწონა ყვევიდა სახშიც პოლიციელები ისე მოეწონა რომ აქცია რატო აღარ ტარდებოდა. მეორე აი ბავშვების აღქმასთან დაკავშირებით რამდენი წლის არიან და როგორც ჩანს ამ ბავშვებისთვის ეს აქცია რაღაცა მრავალფეროვნებაა და ოღონდ კონტექსტი არ ესმის, მაგრამ ნუ ჩათვალა რომ ეს აქცია და ოკმელა შვილი არის მგონი 2 წლის, 2-დან 3-მდე. 3-ზე მეტი არ იქნება ოკმელა შვილი. და წარმოიდგინე რუსთაველზე იჯდა და კოკა-კოლა გადაექცა და 3 წლის ბავშვი, რომელიც გამართულად კარგად ვერ მეტყველებს, ამბობს, რომ ვაი მე ხა დამაჯარიმებენო. ანუ წარმოიდგინე ამ ბავშვებში როგორ ილექება ეს პროცესები, რაც ხდება, რაც ესმით, რასაც ხედავენ. ერთი 2021 წელს არის დაბადებული, მეორე 2023 წელს არის დაბადებული და აქტიურ პროცესში ვართ ჩართული 2020 წლიდან იმ გაყალბებული საშინელი არჩევნებიდან. არ მინდა რომ ბავშვებს მოუწიოთ ბრძოლა, ეს ერთი. მეორე, თუ მოუწევთ, იცოდნენ რომ მე და მამამისმა ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. მე როგორც ვიცი, ვახო იყო სრულფასოვანი მამა და ანუ ევროპული გაგებით მამა იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად ისეული და როგორც ჩვენ დედების მოვლა გვესმის საქართველოში, ზუსტად ისეული და შვილებს. ხუმრობდით ხოლმე მე და ვახო, ანუ რომელს დაგვიჭერდნენ ჯერ ვახოს თუ ჯერ მე თუ ორივეს ერთდროულად. არ ვიცოდით, მაგრამ მაგას სულ ვამბობდი, რომ კაი მეთქი ჯანდაბას მე თუ დამიჭირეს, მეწოდინება რომ ბავშვები დედის გარაჟი არ დარჩებიან. იმდენად იყო ჩართული მართლა ამ იმაში. ჩაცმა ყველაფერი, ანუ ბაღისთვის რა უნდა ჩააცვას, გამოაწყობდა ბავშვებს, უცებ გარბენინებდა. აი დედა ვარ და არ ხო წარმოგიდგენი ახლა ეს ინსტინქტების დონეზე როგორ არის, მაგრამ ვახოს უფრო მძაფრად ქონდა. ჩატში რო დაიწერა რომ ფიცხელაურს მოაკითხეთ მშობლებმა, ესედა. ბაღიდან ბაღის ჩატში დაიწერა, ფიცხელაურს მოაკითხეთ მშობლებმა. მაშინ მე მივხვდი რომ რაღაც ეგრევე მივხვდი რომ ვახოს ბავშვები არ დარჩებოდა ბაღში. ვახოს ბავშვები არ დარჩებოდა, ეგ იყო გამორიცხული. ხო და ვახო არის ის ადამიანი, რომელიც გურიის სტიქიის დროს იყო გურიაში ფიზიკურად შრომობდა, ანუ მართლა ისეთი ჩართული იყო ამ პროცესებში, რომ წუთში ერთხელ მირეკავდა იმას ეს უნდა, იმას ის უნდა, ბებოს წამალი, ბებოს ის და ვიცავდი რომ ვახომ ცალკე შტაბი გახსნათ, ხო გურიის შტაბები ხო ქონდა და ვახო ცალკე შტაბი იყო. რატომღაც ახლა ამ დაჭერაში საზოგადოებას უჩდება განცდა, რომ აი ჩვენი ვიდა, აი ვინც გაბედა და საერთოდ მოიკითხა, ეგენი მეუბნებია რომ ჩვენი ვიდარდოთ. ანუ რას ნიშნავს ეს? ანუ აი ვახოზე ვინერვიულოთო რა, ანუ ჯერ კიდე აქვს იმისი განცდა რომ გირაოთი უნდა გათავისუფლდეს, თუ ჯერ კიდე აქვს იმის წარმოდგენა რომ სადღაც არ ვიცი სხვაგან არის წერება, გინდა ბრალი, გინდა განაჩენი, ანუ აი მაგ საზოგადოებაზე ვლაპარაკობ, ილუზიებში რო ცხოვრობენ ჯერ კიდევ და ყველას უთხარი რომ აი მართლა ორივე ბავშვიცა ვარ, თუ ვახოზე უფრო მეტად ვდარდობდე ვიდრე ანდროზე. ან უფრო რეზოზე, აი ვერ ვარჩევ რა, მზია უფრო მეტად მტკივა თუ ვახო არ მაქვს, ეგ ზღვარი არ მაქვს, წაშლილი მაქვს ფიზიკურად. სადგიპოვა ვახო მეგეთი. თავისნაირი სადგიპოვა თუ უკეთესი არა.
ოლიმპიადებზე მუშაობდი, კინგსი და სმარტი არ შეიძლება შვილებს მიუღიათ მონაწილეობა რომელიმესი და ამ ოლიმპიადებზე ვისვენებდით ხოლმე ზამთარშიც და ზაფხულშიც, ანუ აი რაღაცა ორკვირიანი, ხუთკვირიანი ისინი გქონდა და ბავშვობიდან ახლა ისე ვარ გაზრდილი, რომ აი ყველა დღე მინდოდა ან შემოსავლა თუ შემეძლო რომ გადამექცია და არ მესვენება. რატომ უნდა დავისვენო და ვეძებდი გორში სამსახურს. საშაურმეში გავედი მოკლედ, სულ 5 დღე გავძელი მეტი ვერ გავძელი რა, ახლა ვინც მუშაობს ძალიან კარგი, მაგრამ 5 დღეზე მეტი ვერ ვიმუშავე, მაგრამ მაგ 5 დღეში მოვახერხე რომ უფროსის მეგობარი გავიცანი, თუ თვითონ გამიცნო თუ რავი როგორც იყო, ანუ ეს არის ჩვენი ისტორია. ძალიან ყურადღებიანი იყო რა, ძალიან და მე მეგონა მარტო ხარ თან შეყვარებული რო ხარ, გონია რომ მარტო შენს გარშემო არის ესე და არ არის ეგრე. აი ყველას მიმართ ეგრე არის. კი, ნამდვილად ზედმეტად ყურადღებიანი, ზედმეტად. ვდარდობ, რომ ბოლო მოწერილი აქვს, რომ დამირეკეთ უქცალია, დავილაპარაკოთო და რამდენიმე საათია დაჭერილი და იქნებ ისე თქმა უნდა და თქვა, ძალიან ვდარდობ ამაზე, რომ ვერ გადაუჭი შესაძლებლობა გექნება. კი, დარწმუნებული ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ვახო ფიცხელაური, რომელიც აქტივისტია, გამოცდილია, რისკები იცის და ხელისუფლების დასამხობად რომ წასულიყო ან გადასატრიალებლად თბილისში სახეზე ნიღაბს ხომ აინც იკეთებს უნიღბოდ ხო არ შედის ანუ თან ეს ხო არ არის გამოუცდელი ადამიანი რომელიც შემთხვევით გაისეირნა ეს არის აქტივისტი წლების განმავლობაში ამ ბრძოლაში ნამყოფი და ძალიან კარგად იცის რა საფრთხეები და რა რისკებია ზუსტად მაგიტომ ვერ გვიტანენ და ზუსტად მაგიტო აქვს ნანუკა ჩვენს მიმართ მიუღებლობა მარგინალიზაცია ჩვენი რომ თითქმის პროცესში ჩართული ყველა ადამიანი ვარ დღია ანუ ეს ხელის გულები, ანუ ვისი ხელის გულებით შეგიძლია დადო, გონია რომ პროტესტში ზუსტად ეგეთი ადამიანები ვართ რა. ჩვენ ყველას გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს სწორი კურსით და შემრცხვეს მაგის გამო პირიქით ვამაყობ და პირიქით ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემ ძალებში არის და რაც ჩემს შესაძლებლობებშია, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება. არ აქვს ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა რა ფორმით წავლენ. უნდა წავიდნენ. როცა ხელისუფალი ყავს, რომელსაც ბარბარეს სისხლი დალეული აქვს, როცა ნანიკოს სისხლი დალეული აქვს, 9 წლის ბავშვზე მაქვს ლაპარაკი, როცა ნინი ცეცხლაძის სისხლი დალეული აქვს, როდესაც ლუკას ირაძის სისხლი დალეული აქვს, შაქარაშვილის სისხლი დალეული აქვს, აგერ გივიკოს სისხლი დალია, აგერ ოცნების ქალაქში ბავშვების სისხლი. ანუ აი ეს სისხლით რო იკვებებიან, მე არ შემრცხვება არასდროს თქვა, რომ მაგათი დამთავრება და მოსპობა მინდა. მოსპობა არის ანუ ოვიზო ხო გაიხსნეს ლარსით გადავიდნენ თუ ლარსით გადასვლას არ იკადრებენ და რიგები არ უნდათ გაფრინდნენ ანუ წავიდნენ იქ სადაც არის მკვლელების და არ ვიცი ვახოც ეგრე ფიქრობს? კი ვახოს განწყობა რა არის ბოლოს? ყველაფერი კარგად იქნება ეხლა უფრო მჯერავს ჩვენი შემდეგი პატიმარი, რომელიც უნდა გაგაცნოთ, არის მანუჩარ მიქელაძე, 40 წლის, ჩვენი თანამებრძოლი ხელვაჩაურიდან და უფრო კარგად რომ გავიხსენოთ, ვინ არის ეს ადამიანი, მინდა რომ ერთი ვიდეო ნახოთ. ამ ვიდეოს შემდეგ რუსთაველზე ვნახე მანუჩარი და მეუბნებოდა რომ შენ ვარიციო რამდენჯერ დამაჯარი მე იმ ვიდეოს შემდეგ სინამდვილეში რო იცოდეთ იბრძოდა ყველგან ყველა სივრცეში სადაც შეეძლო მისი შემოსავალი იყო ის რომ მანქანას ქირავდა ყავს 2 შვილი დედა და ძიმე დიაგნოზით ხო საზრუნავი დედა მოკლედ რომლის ანახავადაც მიდიოდა მას შესაძაც დააყავეს მისი შემოსავლის წყარო იყო მანქანა რომელსაც ქირავდა და ამ ნაქირავი მანქანით სხვებს ემსახურებოდა რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ოჯახი ხა შემოსავლის გარეთ დარჩენილი, შესაბამისად ამ ოჯახსაც დამჭირდებით. ბუნებრივია ოჯახის წევრის ანგარიშის ნომერს აქაც განვათავსებთ, ხავიდეთ ოჯახში და უფრო მეტიც გავიგოთ. როგორ ხარ? როგორ ხარ? არ გელოდი. ვიშალოდი დაბა? პროდიუსერს. ვისტები მოვლენები. როგორ ხარ? აი არ ვიცი. მაინც ინფორმაციებს უსმენდი რომ იქნებ რაიმე თქვა თქო სასიკეთო და სასიკეთოდ რა ითვლება ეხა? არ ვიცი. ხო. ჩემთვის სასიკეთო ჯერჯერობით არაფერი არა. ჩვენ რასაც ხედავთ რა გასაგებია შორიდან, მაგრამ რა უნდა ვიცოდეთ მასე. თქვენი შემოსავალი რითი არჩენდა ოჯახს, რა იყო მისი შემოსავალი, აი ესე შემდეგ. მანუჩარი აი ეს მანქანაც აქტიკას ალბათ იცნობდით, ხო? კი. ეს მანქანა ვიყიდეთ ავტოლიზინგით. ჩვენ 1 წელია 10000 ლარი ჩემს სახელზე გაკეთდა, 10000 ლარი მანუჩარის სახელზე სესხი, იმიტომ რომ მანამდე ქირაობდა მანქანას და ესე მუშაობდა. ხო, მე ვიცოდი რომ ქირაობდა. კი, ქირაობდა. მე კი ვარ ექიმი პროფესიით, მაგრამ არ მუშაობ პატარის გამო. გინეკოლოგი ვარ პროფესიით, უბრალოდ ძიძებს ისეთი თანხა ჭირდება, რომ ჩემი ხელფასი რიგითი ექიმის ხელფასი არაფერს არ წარმოადგენს.
საქართველოში და ზუსტად აი ეხლა ბაღში რო შევიყვანეთ აიო ფიქრობდი უკვე რომ შემეძლო გასვლა ღამე უკვე მანუჩარიც დაიტოვებდა უკვე 2 წლის არის მამა იმიტომ რომ თომას იტოვებდა თომა 9 წლის არის და თომას იტოვებდა ყოველთვის მანუჩარი და აი ეხლა ამანქანით მანუჩარი უკვე დადიოდა ტურებზე ტაქსაობდა აქციებზე ხო სულ დადიოდა და დადიოდა ეს იყო ჩვენი შემოსავალი ნანუკა რომ ამ ბინაში ვცხოვრობთ ქირით და გვაქვს ძალიან ბევრი საკრედიტო ვალდებულება. გარდა იმისა, რომ ეს მანქანის სესხი გვაქვს, სხვა ვალდებულებებიც გვაქვს. ყველაფერს აკეთებდა მანუჩარი. ეხლა რა უნდა ქნათ, რით უნდა ისჩენთ? ამ ხელისუფლების პირობებში მე არ მაქვს იმედი, რომ რაღაცა გამოუშვებენ. აი იმ დღეს რაც ვნახეთ სასამართლო პროცესზე და რასაც ვნახულობთ, ხო, მანამდე რეალურად რაც ხდება, აი არავის გირაოთი არ უშვებენ არანაირ, თქვა დათმობაზე არ მოდიან, ხო, რეალურად აი როგორც რა ვიცი. ხო და აი ამიტომ არა მაქვს რატომღაც იმედი, არ ვიცი, შეიძლება არასწორს ვამბობ. ანუ ეხლა უნდა გადაწყობას შეეცადოთ იმაზე, რომ აი მანუჩარი პატიმარია და აი რაუშვებით პატიმრის რაღაცა ხო და პატარა 2 მცირეწლოვანი შვილი 9 წლის და 2 წლის ნახევრის თაია, ცოტა დიდი უფრო და აი მშობლები პენსიონერი ჩემი დედა პარკინსონის აქვს დედა ჩემს რომ დამეხმაროს ჩამოვიყვანო, ესეც იტო ის 3 წელია რაც დიაგნოსტირებული ეს დაავადება. ხო და ალბათ აი კიდე ეს მშობლები თუ დაგვეხმარებიან და კეთილი ხალხის იმედი არ ვიცი ჯერ ისიც არ ვიცი რა უნდა გავაკეთო და როგორ ეს პროტესტი წინა პროტესტისგან განსხვავებით თუ იქ უმრავლესობა ახალგაზრდა იყო აი ეს პროტესტი რაღაცა თითქოს სოციალური აფეთქება უფრო იყო იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც გადარჩენას ცდილობენ აი ამ რაღაცნაირ გართულებულ სოციალურ გარემოში და პირობებში თითქოს აი რაღაცა ამან ამოხეთქა რა. იმიტომ რომ ყველა ვისთანაც მივდივართ, სოციალურად დაუცველია ონკოპაციენტია, ან შვილი ყავს ონკოპაციენტი, ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არსებობისთვის იბრძოდნენ რა. აი როგორ ხსნით ამ ბრძოლაში ყოფნას, მისი мотиваცია რა იყო? ყოველთვის ჯეროდა გამარჯვების. პრაქტიკულად აქცია არ დაუტოვებია, მანუჩარს ნამდვილად, ამის კადრები ხშირად მე პატარა მყავდა, ან რსულად ვიყავი და ვერ დავყვებოდი, ვახდი რამდენიმე აქციაზე, აი ყოველთვის ხედავდი. როცა ყოლი ახლობლები და საუბრობდნენ, ხო, აი განსხვავებული წარმა, აი ყველას უმტკიცებდა რომ აუცილებლად მოვა ეს გამარჯვება. აი სულ ბრძოლაშია, ესეთი მებრძოლი არაფრის არ ეშინია, არც დაჭერის ეშინია. აი არაფერი, რომლის როლონ ალბათ ამისიც არ ეშინია მაგას. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან უნდა გავიმარჯვოთ რა. ყოველთვის ამბობდა რომ მე ვიბრძვი რა თქმა უნდა ჩემი შვილებისთვის, ახლობლის შვილებისთვის და საერთოდ ყველას მომავლისთვის ვიბრძვი რა. თუ ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება, მაშინ რა გვეშველება ჩვენაირ ადამიანებს? რა გვეშველება? ჩვენაირებს როგორ? ჩვენაირებს, აი ჩვეულებრივად. აი რო არა მაქვს თქვათ ბევრი შემოსავალი, არა მაქვს საკუთარი ჭერი, თქვათ არა მაქვს კარგი ხელფასი, თქვათ მეც მინდა ხო ჩემი შვილობისთვის ბევრი რამ, რომ ყველაფერი შვილისთვის კიდე და როცა არა გაქვს ფინანსური შემოსავლები, გაქვს საკრედიტო ვალდებულებები, ბინის ქირა გაქვს, რაღაცა აღარ ყოფნის რეალურად. კარგ განათლებას კიდე ფული ჭირდება. ჩვენ არ ვართ ის რომ ჩვეულებრივად ავიღოთ ჯიბიდან გადაუხადოთ ჩემში და გაუშვა სადმე თქვათ სტაჟირებაზე, ან იმიტომ რომ ამის რეალურად შეიძლება გზის საშუალებაც არ გქონდეს რომ უცებ მაგალითად სადმე რო იაროს ხოლმე და მანუჩარი ზუსტად დარწმუნებული იყო იცით ამ ბრძოლაში არის რამდენი წელია ეს აი ძალიან რომ აი ყოველ ჯერზე როცა მიდიოდა დიდ აქციებზე ხო ყოველთვის შვიდობენ აი ყოველთვის ჯეროდა რომ აუცილებლად გამარჯვებით ასრულდებოდა რა და აი იმ დღესაც რომ დაბრუნდა სახლში და ხო დაიშალა ის აქცია რომ ვეკითხებოდი მანჩა რა ხდება და რაღაცა არაფერი ბოლოს მაინც გავიმარჯვებთო რა ნუ რეალურად ეგრე მითხრა სად დააკავეს და როგორ ჩემ დედამთილს ოპერაცია გააკეთებული ხშირად ჩადიოდა ბათუმში ის ცხოვრობენ თავისი მშობლები და მოდი თქვა რომ წავალ რა და კვირას აღამოს ჩვეულებრივად ადგა და წავიდა ნუ ჩვეულებრივად სამგზავრო იმით რა ქვია სამარშრუტო ტაქსით წავიდა და ორშაბათს ღამე ბათუმში დააკავეს. ასეთი ფორმით თუ დაიჭერდნენ ესეც არ მეკონა. 15-20 კაცი შეარაღებული ნიღბებით პირველი კადრი რომელიც არის აი საძინებელს რო ფეხს არის ეს არის მანუჩარის სახლში გადაღებული კადრი როადიან კიბეებზე ესეთი მეკონა რაღაც შეიძლება 1-2 პოლიციელი მივიდეს და დაიჭიროს და კიდე კარგი რო აქ არისო. იმიტომ რომ ბავშვებთან ბავშვებისთვის ეს ჩემთვისაც იქნებოდა მაგრამ ყველაზე მეტად ბავშვებისთვის ალბათ ეს თვითონ ელოდებოდა რომ დაიჭერდნენ იცით, ვინაიდან ჩვენ ეს კადრები ვნახეთ და თქვენს რომ იდენტიფიცირებას მოახდენთ, უკვე ფიქრობდა რომ შეიძლება დამიჭიროს. მაგრამ ქვეყნის წესლზე არ ვფიქრობ. ნამდვილად არ უცდია, იმიტომ რომ მართლა არ არის ეგეთი ადამიანი. ეს იყო სოციალურად დაუცველი ხალხის ამბოხი, რომლებსაც გადასარჩენი ყავს ჩვილები, საკუთარი თავი, რომლებსაც საარსებო მინიმუმიც კი არ აქვს. ეს იყო სოციალური პროტესტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი არა მხოლოდ პოლიტიკაზე, არამედ სოციალურ პრობლემებზე, იმიტომ რომ ხალხს ეს პრობლემა აქვს. სასამართლო პროცესი ერთ-ერთზე რო ყვებოდა იმ მანჩართან ერთად ზის, ეხლა გვარი არ მახსოვს უბრალოდ ამეტი რა. მე ხო რამდენი პრობლემა მაქვს. აი ძალიან სოციალურად დაუცველი დედა, ავად მეუღლე, ავად 12 წლის შვილი დღეში ოცლარად მუშაობს. აი ერთ-ერთზე რა და ერთ-ერთ პატიმარზე. კი, ყველას ეგ მდგომარეობა. ვაი მე ამეტი რა. რო კითხულობ, ყველას არის, ყველას ღიური შემოსავალი ყოცილ არის.
სამტრედიაში ჩამოვედით, შემდეგი პატიმარი უნდა გაგაცნოთ სერგი მეგრელიშვილი 45 წლის ოჯახში დახვდება მისი შვილი 12 წლის და მეუღლე და სხვათა შორის მე ამის სამრძე ვიყავი არჩევნების დროს. არჩევნებზე. ვაი მე რა ლამაზი ხარ. გამარჯობათ, გამარჯობათ. რა ლამაზი ხარ. ძალამაზი ხარ შენ, მათიკა. როგორ ხარ? კარგად, მოდი დაჯექით აქ, ხო? რამდენი წელი 2020-ში ვიყავი აქ. ხო, მე არჩევნები პატარა მყავდა მაშინ. ანუ სად ვართ ახლა ჩვენ სად ცხოვრობთ? დევნილების დასახლებაში, ყოფილ საავადმყოფოში შესახლებულია დევნილები. ხო. თქვენს დევნილი ხართ თუ მეუღლე? მე არა, მეუღლე არის ჩემი. და მეუღლეს ერგო წილად ესე ვთქვათ ეს ფაქტი. კინეულობის მაღაზიაში მუშაობს, 20 ლარი არის მისი შემოსავალი და ხანდახან დამატებითი ხან რაღაცას ზიდავდა, ხან ცემენტებს, ხან იმას და მაგით უკვე მოშვებოდი რა ოჯახს. და სოციალური მაქვს პლუს ამასთან. ხო, ანუ სტაბილური შემოსავალი იყო. ის 20 ლარი დღეში კინეულობის მაღაზიაში, მეტი არაფერი და სადმე თუ ნახავდა ფიზიკურად ესე იგი. ხო, ფიზიკურად. აგიც იყო რაღაც კვირაში ერთი დღე. და რაში გეხმარებოდათ ეს ყველაფერი ფინანსურად? ყველაფერს ვახერხებდი მაგით ახლა შეძლების დაგვარად. ჭამასაც, ბავშვის ჩენასაც და რა ვიცი, პლუს სოციალური კიდე და ამით ყვაყოფილი ვიყავი და ბედნიერი ვიყავი ამით და ეხლა კიდე ეს რო დამემართა კიდე მიუხედავად იმისა რომ მაინც კრიზისში იყავით და გასაჭირში მაინც ვიცით რომ ბედნიერები კი უგებდით მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს და მაგითაც ყვაყოფილი ვიყავით ადამიანები იმდენით არ არიან მადლიერები და თქვენ კიდე დღეში 20 ლარი და ფიზიკური ჭრომით მოპოვებული თანხით თავარია ჩემ გვერდში ყოფილიყო და მაგითაც ბედნიერი ვიყავი და ყვაყოფილი ზოგადად შედადეთ აქციებზე რა თქმა უნდა მაგი ახლა აფხაზიდან წამოსული იყო და მის თავს ყოველთვის იმაშვებოდა იქ რა ახსოვდა აფხაზურ ამბებს რაც გიყვებოდათ? კარგი ადგილია, კაი ბუნება იყო, კაი დასასვენებელი და კარგად ცხოვრობდი და ბედნიერი ვიყავი და ეს უკანა იმის იმედი რომ უკან დაბრუნდებოდა. კი, მაგის ხონდა. ყველა დევნილს ამის იმედია. რა თქმა უნდა. ხო არც ახლა როგორ გრძნობს თავს? ახლა ჩემს ადვოკატით ვიცი რომ კარგად გრძნობს და ისე ძალიან მინდა რომ ვესაუბრო, გავიგო როგორ არის რა შვება. იმიტომ რომ ვიცი მაგი რა დღეში იქნება ახლა იქ. და რაც შეეხება ბავშვს როგორ გრძნობს თავს? ბავშვი ძალიან რთულად, რავი, ძალიან უჭირს. მეორე მესამე დღეს სასწრაფო ყავდა გამოძახებული, მამა იძახოდა და ეს ორი დღე კიდევ გაუშვი სკოლაში, იმაზე და ცოტა შეეჩვია. კონტროლ მომცროსი სკოლაში აღარ დადისოდა. ეხლა გაუშვი 2 დღეა. ისე არ დადიოდა. რატო არ დადიოდა? ტირის რომ მამა მინდაო მენატრებაო. მოდი გაჩვენე. შენ თვითონ გინდა აღჭდომა? თუ გინდა იჭერთ, თუ არ გინდა იჭერთ. აბა მომიყევი როგორი მამა ყავდა. ძალიან კაი, ძალიან თბილი. ხა? ძალიან კარგად ვიყავი მამიკასთან. მაგრამ რო დაიჭერეს ძალიან ვინერვი. რა რისი შეგეშინდა? მამა ჩემი არის ძალიან ემოციური და ანუ მეკონა რომ ძალიან ინერვიულებდა და მინატრებოდა. იფიქრე რომ იქ რამე გასაჭირი არ ქონა და მე ხო გაიგე რომ არ აქვს გასაჭირი. მე ხო დამშვიდდი ამის გამო. ეხლა ხო იცი მალე ექნება ტელეფონი, სატელეფონო ზარები და დაგირეკავს თვითონ მოგიყვება როგორ გრძნობს თავს. იმედია. დავრჩით ახლა პურისგან ლუკმა პურის გარეშე, არაფერი შემოსავალი არ აქვს საერთოდ. და მაგის იმედზე ვიყავით, მაგი იყო ჩვენი მარჩენალი. მე კიდე პლუს ახლა მაგას თავიდანები რომ ის რო იქანი არის ნერვიულობს ყველაფერს რა დღეში არის როგორად ან ემოციურია ძალიან თბილი და ვიცი რომ მაგი რა დღეში იქნება ხა იქ თქვენ აზრით ყველაზე მეტად რას ნერვიულობს? ჩვენზე ნერვიულობს ახლა ყველაზე მეტად როგორ ხართ? კი ახლა უთქმი ადვოკატის რომ ყველაზე მეტიო სანერვიულობ ახლა მაქვს ჩემი ცოცხალი როგორ არისო და მაგას მიმიხედეთო მე მგონია რომ შეიძლება ახლა უკვე გიყურებთ. შეიძლება არ ვიცი. მოვიკითხავ დიდი სიყვარული, ჩვენც კარგად ვართ. დაამშვიდებთ. კი, აუცილებლად და გვერდში დავუდგებით. და მალე ჩვენ გვერდში იქნება, ამას ვიბრძოლებ ამისთვის. აი მამა თუ გიყურებს რა სიტყვა? არ ნერვიულობს, ჩვენ სულ მის გვერდით იქნება.
შენ ხა უკვე აღარ ნერვიულობ, მამამ უნდა იცოდეს, გაგიარა. ცეყვა? გეტყობა რა ცეყვა. ეგ რო გამოიარა, გეტყობა და რა ცეყავდი. და ისეთ ლამაზი ხარ. სკოლაში აგდადი ხარ სამტრედიაში? კარგად სწავლობ? ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარს? ინგლისური. ვაუ. და რა ზონა ჩაბარო, იცი თუ ჯერ არის? ფსიქოლოგიაზე. ვაუ, რა მაგარია. მე ხა სიბერეში გადავწყვეტე ფსიქოლოგიაზე სწავლა და ჩავაბარე. ხედავდები. მე მგონია რომ შენ ისეთი მშვიდი ვაიბი გაქვს, რომ კარგი ფსიქოლოგი იქნები. შენ რომ კლასში ხარ ახლა? მე-7. და უკვე რო იცი რა, მაგარია ბავშვებმა არ იციან პროფესია რა უნდა და შენ რო უკვე იცი მაგარია. კი, 24 საათი მაგაზე ფიქრობს ხარ, როდის გახდება ფსიქოთერაპევტი? ხო, რო დაჯდებოდა, რაზე ვიყო, რა გამოვიდე, მეთქი დედი შენ რაც გინდა ის გამოწვდე, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა. ბავშვებმა როგორ მიგიღეს და კლასმა რომ მიხვედი? ძალიან კარგად. ხო, ნუ პირიქით, გაგამხნევეს ალბათ, ხო, რას მასწავლებელმა სწორად მიგიღეს, ხო? პირიქით გამოუშვი სკოლაში, მე არ უშვა, არ მიდიოდა იგი და ვეხვეწეთ რომ დასრულიყო სკოლაში, რომ ბავშვებთან ცოტა გული გადაეყოლებია. მოგეწონა სკოლაში? და აწეული ყოველთვის, ხო? ცეკვაშიც დადის ახლა. ახლა კონცერტით მიდიან კახეთში კიდე. ვაუ. სხვათა შორის ძალიან უხარიათ პატიმრებს ოჯახის წევრების ნახვა ეკრანზე. ცხოვრებაში ციხის კარებთან ესე არასოდეს არ ყოფილიყო. უბრალოდ მუშაობდა მისი იმით, ნამდვილად. აი არ ვიცი, თავჩახუნო დადიოდა ზედმეტი, მაგრამ მთელი სამტრედია რომ დააყენო ფეხზე, მაგათაც უც არავინ არ ეტყვის. თავი ამანა ყველაფერი კარგად დასრულდეს. ნამდვილად იმედი მაქვს. მეც იმედი მაქვს და სურვილები მინდა რომ ასეთი დაგიტოვოთ. გამარჯობა. როგორ სანდებით მომდო. აი წარმოიდგინეთ ამდენი ხანი ონისაზე არ გამიკეთებია? არა უშვი. გელოდებოდი თქვენ როგორც ოქროს რესპონდენტს. კი ბატონო მოგზავნით. ბებო არის ონისეს ბებო. გამარჯობათ. როგორ ძანდებით? მადლობა, კარგ. თქვენ გაიხარეთ. გაიხარეთ, თქვენ გაიხარეთ. ონისე აქ ბრძანდით. აქ ონისეს უთხეც მაქონდა გელას სურათებიც ბრძანდით. როგორ ხარ? ხნედ ვარ, იმიტომ რომ ონისე მინდა რომ იყოს ბედნიერი და სანდრო და რა ვქნა, ჩემი მეუღლე ძალიან მოსიყვარულე მამაც იყო, მოსიყვარულე მეუღლე. ვერ უშველეთ, რა ვქნა. ხა ონისეს ახართ გადართული. ძალიან და სულ ფრთხილობ, რომ ონისეს რაიმეზე გული არ ეტკინოს თავისიც ყოფნით იქ 4 კედელში გამომწყდეულებს და რა ვიცი, ძალიან მენატრება თან. 24 საათიანი არ გაქვს? ერთხელ მქონდა მაისის ბოლოს მე და გელა ვიყავით შესული. ანუ ეგ მოასწრო. ეს მოასწრო, კი. რაზე ილაპარაკეს მაშინ? ძალიან ბევრ რამეზე უთხრა, რომ ესე უბნებოდა მამა, რომ შენ ჩემი სიამაყე ხარ შვილო, ერთი წუთით არ იფიქრო, რომ რაიმე ვინმე საზოგადოება შენზე წარმომადგენლები რამეს ცუდს ამბობდნენ, რომ კარგი აღარ მოაზროვნე ხალხის საამაყო პირი ხარო და მე რომ მოვდიოდით, რომ დავემშვიდობეთ, ბადრაკს უთხრაო გელამ, რომ მე დავრჩებიო და ონისე გაუშვიო, ხო შეიძლება ასეო მეწოდება ონისე ძალიანო და ძალიან ბევრ რამეზე ილაპარაკეს, გეგმები ქონდათ კიდევ რა უნდა ეკეთებინა. ეს სულ ონისეს და გელას გაკეთებული არის ძირითადად ყველაფერი და ეხერხებოდა ისედაც ონოს. ფუძის ბიჭს ვეძახდი, ხო? მართლა საჩიშე ბიჭები რო დაამწყდიეს, რა გააკეთეს ეს. ყველა ესეთია, მართლა ერთმანეთზე უკეთესები, ერთმანეთზე პატრიოტები და მტკიცეები, ძალიან მტკიცეები. და ჩვენს დედებიც არანაკლები პატრიოტები ვართ, უკვე იცოდეთ. უკვე დგენ ვიყავით მანამდეც. ხა გაძლიერდა. ბევრს ეგონა, რომ გავტყდებოდით დედები, მშობლები, უკან დავიხევდით, შევხვეწებოდით ჩვენ შვილებს, რომ დაუჩოქეთ, მოინანიეთ და ასე და არა. პირიქით ვეუბნებოდით. მართლები ხართ, იბრძოლეთ, თქვენ გვერდით ვართ. ყველა ასე.
ყველა მშობელი ასე იყო. ონოს ბოლო სიტყვა ძალიან ჰქონდა თქვენზე აგებული. მე მეგონა რომ ონისე მეტად დაიძგუნებოდა მამის დაკარგვით, მაგრამ სანდროს უფრო გაუჭირდა. ხშირი კონტაქტი რო ჰქონდა მამასთან, ხო. ონისე ახლა მაინც ციხეში რო იყო და ვერ უყურებდა, როგორ არ უჭირს იმასაც თორნიკე გოშაძე მაგასთან იყო მაშინ და იკნაძე როცა ესამავე გაიგეს და იმათ უთქვამს მე რომ ძალიან იტირა ონისე, მომამა რო გარდაიცვალა. ჩვენ ისეთ პერიოდში ვართ ახლა ჩვენ სამშობლოს უჭირს ყველაზე მეტად და ასე მგონია რომ თუ სამშობლო არ დაიცავი და არ გიყვარს მაშინ რა არის შენი სიცოცხლე და რას წარმოადგენთ ამ ქვეყანას ხშირად ესე მithქვამს აი კამათის დროს ჩემ კოლეგებთანაც კაცო ყველა თუ მოკვდაო მე რაღა მე პირადად მეუთხარი ორი ვაჟი მყავს იმასაც შევწირა მეც შევეწირები ოღონდ იყოს სამშობლო რა ვიცი ესეთი წარმოდგენა მაქვს მე ამბავი რომელიც ონო მოყვა იყო სკოლის კლასი და რო გააგდეთ ხო გაკვეთიდან მე სკოლიდან ერთადერთხელ გამაგდეს და ისიც დედა ეს 12 კლასში დამამთავრებელში ხო იმიტომ მათემატიკას ვასწავლე ხა მათემატიკა ისეთი საგანია რომ ძალიან დიდი ყურადღება გჭირდება მასწავლებელს რომ დაფასთან მუშაობ და ძალიან ბევრიც იყვნენ კლასში 28 ბავშვი იყო ხო და ეგ როგორ იყო იცი ის ცხადაძია ისიც ვინც გავაგდე და მეგობა ბიძაშვილები არიან რაც ცოტა ქვემოწვა ეხა თქვენ რო შემოუყვიეთ და იქ ცხოვრობს ხო და ერთად იჯდნენ ოღონ ეს ცხადაძე აქეთ იჯდა და ონო მართლა იხედებოდა წიგში არაფერს არ აშავებდა ის ვერ გავაჩერე გავკვეთით ხან იქით მოიხედა ხან აქ მოიხედა ეხა რა ვქნა მე თქვი რომ ერთი შენიშნა მეორე შენიშნა გიორგი გაჩერდა მეუბნები არ გაჩერდა და ეხა რა ვქნა მარტო გიორგი რო გავაგდო მე თქვი გიორგის ძალიან უყვარვარ და ჩემზე შეეცვლება წარმოდგენა და ეწყინება თქო და აბა ცხადაძეები ადექით ორივე ეხლა თქო და გადით გარეთ თქო ონისე მიყურებ და გაკვირვებული მე რატო მაგდებოდა მე სახში მკითხა და მე ვთხარი დედა აბა ის მარტო რომ გამეშვა ცოდო არ იყო თქო ხან თქვა რომ ესე მზრდიდნენ მეორე ზერდგულება გვიყვარს ძალიან არ გვიყვარს არც ჩვენ ვატყუებთ ვინმეს და რო მოგვატყუებენ აი ეს არ გვსიამოვნებს. ასეთი ოჯახი გვაქვს საერთოდ შვილებიც და ჩემი მეუღლეც ასეთი იყო. რომელიმე ეტაპზე დაგიშვიათ ის რა შეიძლება და ციხეში ყოფილიყო ჩემი შვილი ქვეყნის გამო, სამშობლოს გამო. საერთოდ ციხესთან რო გავივლიდი და ვფიქრობდი რომ ყველა დედაცოდვა თუნდაც დამნაშავე შვილი ყავდეს და ამ ხელა კედელი რო არის აშენებული და კიდე იქ მავთულები ზემოდან როგორ უძლებს დედები ახლა რომ იმათი შვილი იქ არის თქო და ვფიქრობდი ასე ღმერთმა დამიფაროს ორი შვილი გავზარდე და რაიმე ჩემ შვილებს შეეშალოთ რომ ციხეში მოხვდეს რომელიმე თქო და აგერ ბატონო მოვიდა 24 წლის დეკემბერი და 5 დეკემბერს ონო პირველ სართულზე იყო ამის ქვემოთ იწვა და მე რომ დამირეკეს სავსე იყო პოლიციელები ეზო და სახლი 15 მაინც იყო მე მგონი მე ვეკითხებოდი რომ მიყავთ ჩემი შვილი სად მიყავთ სად მოვიკითხო სად ვნახო ხო და მე ერთ-ერთმა მითხრა ესა და ეს ნომერი ჩაიწერეთო მე ვარო ამ საქმისო გამომძიებელიო ხო და ანუ თერჯოლის იზოლატორში იქნებაო ან ქუთაისში ან ზესტაფონში ან არ ვიცით ჩვენ თვითონ არ ვიცით სად მიყავს აი ასე თროხა მე ხა პირველ სართულზე იქ ჩემი მეუღლის ტანსაცმელების წინ გადმოყრილი იყო როგორც იციან ისე ჩხრეკა და ისინი ნუ ბევრი რამე დაშავებული არაფერი არ ქონდათ ეხლა ისეთი თვითონაც მithres რომ თუცან მე ოქრო გაქვთ ან ფულიო გადაინახეთო და ჩვენო ჩხრეკა უნდა გავაგრძელოთ მეორეზეც უნდა ავიდეთო და მე ვთხარი არც ოქრო მაგ შენახული ეგრე და არც ფული თქო და ძალიან ისე წყნარად ქალბატონო მშვიდად არ მე ვთხარი არ მშვიდად ვარ არც ყვირი ვარ უბრალოდ მაინტერესებს რა დააშავა ჩემმა შვილმა და მომაწოდა ფურცელი ის განჩინებას უძახიან თუ რა ვიცი და აი რომ ვკითხულობდი გამეცინა კიდევაც ბოლოში რო ჩავედი ონისე იმდენად იყო გათიშული და არ იცოდა რა ხდებოდა რომ გავხედე ონისე და ნუ გეშინია დედა ასე მითხრა თუ შეიძლება რომ ჩამოვჯდე ჩემი შვილის გვერდით მიახლოება ხო შეიძლება ჩემს სახლში თქო არა როგორ არ შეიძლება კაცო მიბძანდით მე რო ჩავეხუტე და გადავკოცე ჩუმად უთხარი ყურში რა დააშავე დედა თქო არაფერიო საერთოდ არაფერი არც ვიცი რატომ აკავებენ არაფერი არ ვიცი
ხო და მე ახლა აი გადასახედიდან აი პროცესებს რო უყურებთ აი ეს ხა პერიოდი რო გავიდა აი ყველაფერს რო უყურეთ თქვენ სასამართლოზეც მოახერხეთ მოსვლა და რო უყურეთ ამ უსუსურ პოლიციელებს რომლებმაც ვერცერთმა ხელი ვერ დაადო დაკავებულს ვერცერთმა ვერ ამოიცნო დაკავებულ რა განცდა გაგიშთათ უფრო უსამართლობის ბრაზის თუ აირის განცდა იმისი გამიჩნდა რომ სასწრაფოდ უნდა გავათავისუფლოთ აი ეს თუნდაც მოსამართლეები ტყვეობაში არიან ისინი და ის პროკურორები მეწოდება ის ხალხი უნდა შეიცვალოს ყველაფერი ანუ აუცილებლად და დაიწყოს სასამართლო რეფორმით სასამართლო რეფორმას პლუს დაემატება მე ეს შინაგან საქმეები პლუს განათლების რეფორმა ეს ის რომ პედაგოგი იყავით და ის რომ ეს რაღაცნაირად ამან ძალიან განსაზღვრა თქვენი შვილების მიმართ პრიორიტეტების შერჩევა განათლების მიმართ სხვა დამოკიდებულების აი მასწავლებელი დედა რო ყავს გონია რომ კიდე სხვა პასუხისმგებლობა დედა ჩემის მასწავლებელი იყო ქართული ენა და ლიტერატურა ქონა დამთავრებული ჩემი ძმაც მასწავლებელი იმასაც მათემატიკურ რაღაცატომ ქართული ენა და ლიტერატურა არც ერთმა არ ავიჩიეთ და რაღაცა დედა ჩემის ფაქტორიდანაც იყო ის რომ მასწავლებლები უნდა ეს ხო იცით ახლა წლებში ასე იყო და უნდა გამოსულიყავით მასწავლებლები და ჩემ შვილებზე ის გავლენა მოახდინე რომ ძალიან მინდოდა საერთოდ რომ ექიმი გამეზარდა სანდრომე დამცინის ხოლმე ახლა და სანდრომე უნდა შენ გამწირე ექიმობისთვისო სულ რაღაცა მინდოდა რომ სანდრო ძალიან ძლიერი მოსწავლეც იყო ოქროს მედალზე აქ სკოლა დამთავრებული 100%-იანი გრანტით 2011-ში მხოლოდ 100-იანები იყო პრესტიჟულ ფაკულტეტებზე აი მაგალითად სამედიცინო ბიზნეს ადმინისტრირება ასეთებზე და სამართალზე და მაგან მთელ რაიონში სამ ბავშვმა აიღო მარტო 100%-იანი ერთ-ერთი იყო სანდრო რომელიც სამედიცინოზე ისინი არ იყვნენ სამედიცინოზე ხო და მე იცი როგორ ჩავძახოდი სანდროს ამას რო ჩავძახოდი თვითონ თქვა მე უნდა ჩავაბარო სამედიცინოზე მე 11 კლასში და მე 12-ში წენ რო ამზადებდი მე ხო და მე ახლა რო ცოტა რთულია იქ სწავლა აქ რო ჩამოვიდო და აი რო იხედებოდა კონსპექტებში ასე დაიძახებდა ეს რო ჩემი არჩეული არ იყოს ეხლა ეს რო ჩემი არჩეული არ იყოს ამას მივატოვებდი ისე გეგონათ რომ რაღაც ეგუნარები ქონდათ თქვენ შვილს გამძლეობის ონისესთან ახალგაზრდები ჩვენ ხო ხა პედაგოგები ფსიქოლოგებიც ვართ იშვიათი არის ონისე არის პრინციპული ონისე რასაც იტყვის იმას მიიყვანს ბოლომდე ის არ გადაუხვევს მე არ ვიცნობ ონისეს ესე კარგად ონისეს ვიცნობდი უფრო მანდა მაგრამ ხა სანდრო უფრო გავიცანი სანდროს დაუახლოვდი და უფრო საოცარი ღირებულებების შვილი ყავ ონისეს ტყვა იყო გამორჩეული თან იმიტომ რომ ეს რაღაცა ემოციური ტელღა იყო თან იცინოდი თან სრდიანი იყო თან იცინოდი თან ტირადია ძალიან მნიშვნელოვანი არის დანაშაულში მოტივი მაყურებელმა რო იცოდეს ანუ მოტივის გარეშე დანაშაული აბსურდი ხდება რა და ონისე ეკითხება პროკურორს და ამისახელეთო მოტივიო აიო მაგალითათო უკრაინელიო იუმორისტიო სტუდენტი და მსახიობი მიდიან და აწყობენ რევოლუციას მე რა სახელმწიფო გადატრიალება მე რა ხდება აი რატო უნდა მოგვიწევი მოტივი რა ძალიან მაგარი პოინტები ქონდა და ერთი ისეთი ქონდა რომ ბატონო პროკურორო პოლიციელები გვემუქრებოდნენ იქო ჩვენო და ისე გვემუქრებოდნენ რომ ეგრო შეესრულებინათ მართლა უნდა გავთხოვილიყავით ევროპაში ამაყი ხართ თქვენი შვილი ამაყი ვიქნები იმ შემთხვევაში თუ კი აი ეს ბიჭები და ყველა ჩვენ აქეთ მხარეს ვინც გავართ საქართველოს გავათავისუფლებთ აი ბოლომდე ამაყი ვიქნები ეხლაც ვართ ამაყი მშობლები მაგრამ აი რომ გავიმარჯვებთ მე გვაქვს საამაყო თორე ჩვენ ერთმანეთს მეტი არ ჩვენ ხო ერთი ღმერთი შვილები ვართ ყველა და ერთნი ვართ და ალუსტაშვილს ეხლა თავისი მიეზღება რა თქმა უნდა ყოველთვის ჩვენ ჩემი მეუღლე მაგალითად შეეწირა ამ მდგომარეობას წავალთ ყველა წავალთ იმ ქვეყნად მაგრამ ამა რომ ამხელად ნაღველი წაიღო ეს არაფერი არ არის სამა პატიმარმა მშობელი და ოთხმა პატიმარმა გური მირცხულავასი იყო მალევე გური მირცხულავს მე ახობაძის დედა იყო მოსაჭიროებდა ასევე მოსაჭიროებდა ასევე ახობაძის დედაც მოსაჭიროებდა ზურას დედაც მოსაჭიროებდა ზურას დედა კიდე მანამდე ეს ჯარიმის ფურცლები რომ მიუტანეს მაშინ გამختარა ცუდად 93 წლის დედასო როგორ მიუტანეთო შვილი ჯარიმის ხო ესე თქვა სანამ დაიჭერდნენ ზურას ქონდა ამაზე ხო და რა ვიცი ახლა მე ერთმა დიდხანს გვაცოცხლეს დანარჩენი მშობლები ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და არ დავიღ მე მარტო ონოსთვის და ჩემი მეუღლის სულისთვის უნდა ვიბრძოლო ბოლომდე და სამშობლოც პირველი სამშობლო და მე აი ესე
მოგზაურობაზე უნდა კითხო, ამ რამდენი ხანი აშენებ ამ 64-ს? 20 წლის წინ მოვედი მე აქ, ზუსტად 20 წლის წინ. არაფერი არ იყო? არა, აქ არც ღობე იყო, არც სახლი იყო, არც არაფერი არ იყო. ბევრი რამის გამო ავარჩი აქაურობა. ერთი რომ მაშინ ძალიან იაფი იყო აქ მიწის ნაკვეთები და შევძელი ყიდვა. ხო. მეორე ის რომ ფართე ქუჩა მოდიოდა და ადვილი ასახსნელია რომ ადამიანს უთხრა რომ ასე დაადგები ხუდადოვის ქუჩას და არსად არ გადაუხვევ. წინ არის მანქანის გასაჩერებელი ადგილი, რაც ძალიან ჭირს ყველგან. ეს მე ჩემი მეზობლები სულ ყველა არიან მეხილეები და მენერგეები, იმიტომ რომ ეს ძველი სანერგე მეურნეობა. გავიგე. და ადვილად პირველი თანამშრომლები ადვილად ვიშოვ. გურული მარიფათით, კარგად იცი ხო, მაშინ მე ვიყავი სტუდენტი ვიყავი რა. ხო, 20 წლის. პატარა ვიყავი 20 წლის წინ. 46-ის ვარ ახლა და მაშინ ვიყავი ესე იგი 26-ის. და სულ განახლებაში ხარ ხო? იმიტომ რომ მე რაღაც ღონისძიებებზე ვარ აქ ნაყოფი და ყოველ ჯერზე ახალია რომ მოდი. იცი რა, ეგ ჩემი ბრალია რა, ეგ სეზონის ბრალია. ხალხს გონია რომ მე ვშვები მაგას და ამ დროს თვითონ მოდის სხვადასხვა დროს. შემოდგომა სხვანაირია, გაზაფხულზე სხვანაირია, ზამთარში მთლად ჩამქრალია. ამინდის და ბუნების ამბავია ეგ. საიდან დაიწყო სიყვარული იმის ყვავილის ცოდნა? მე ამ სიყვარულის გარეშე არც ერთი დღე არ მიცხოვრია. აი რამდენი წლიდან? სულ 5 წლის უკვე ვამყნობდი. კაი, რა სამყარო. ოღონდ საიდან მოდიოდა ეს? ბიძა მყავდა ნიკო შევარდნაძე აგრონომი იყო და კაი ბოსტანი ქონდა, კაი ბაღი ქონდა და სულ მინდოდა რომ მიმებაძა მისთვის. მომწონდა. იმიტომ რომ გიყურებ ხოლმე სულ მინდა რომ რაღაცა ვისწავლო, რომ ლაპარაკობ, მეც მინდა ყვავილი გამომივიდეს ვაცოცხლობა, არ გამო. შენ როდის გამოგივა სულ გარეთ ხარ და სულ აპროტესტებ ჩვენს უბედურებას და მაგისთვის როდის გცალია შენ? არ ვიცალია. ქალები როგორც წესი სულ ზრუნავენ თავიანთ წონაზე, ამაზე ფიქრობენ. კაცები ისე არ. არა, ჩემ შემთხვევაში სხვა გამოსავალი აღარ იყო. რო ვდგებოდი, ეს სკამი თან მომყვებოდა. აი, ხელებიანი სკამი ვერ ვიტანდი ამას, სავარძელი რომ ქვია, ხო? ორი ხელი რომ აქვს იქედან აქედან. ხო. რომელ სავარჯელშიც არ ჩავჯდებოდი, რო ვდგებოდი, იმიანად ვდგებოდი. და უკვე აღარ იყო გამოსავალი. მე სხვა გამოსავალი აღარ. ჯანმრთელობა? მე ჯანმრთელი ადამიანი ვარ, კარგად ვარ. და კარგად ვიყავი მაშინაც. ისე მქონდა ეს წონაც, თითქოს ეს ასე უნდა ყოფილიყო. მორგებული მქონდა და შრომობდი და მაგრამ ბოლოს აი ვეღარ ვიმორჩილებდი უკვე ჩემს თავს და სულ ყოველ დღე ვიყავი 100 გრამით მეტი. რატო რის ხარჯზე ჭამდი ბევრს. გიცდია როდეს მე შენი ძალებით? კი, სულ. ვიკლებდი 10 კილოს, ვიმატებდი 20. ვიტანჯებოდი, ვიგრძალავდი იმის ჭამას, ამის ჭამას, ის არ ჭამო ეს. ხასიათზე მოქმედებდა შრომის უნარიანობაზე. ხო და მიიყვარს მე გემრიელ ჭამაზე ვგიჟდე. ანუ ეხა გემრიელა ჭამ? უცა. რას ლაპარაკობ? მე არ შემიძლია კაი ჭამის გარეშე. მაგრამ ცოტას. ცრა ადვილად უნაყრდები, ეგ არის განსხვავება. მაგრამ ის რაციონი არ შეგიცვლია. არა, ყველაფერს ჭამ ოღონდ ცოტ-ცოტას. და ოპერაციაზე ბევრი ფიქრე? სულ არ მიფიქრია რა, არც ბევრი და არც ცოტა. მივედი და ვთქარი დატო, უნდა თუ არის შესაძლებელი, უნდა გამიკეთო. ამწონა და მითხრა რომ ამ წუთას არ არის საგანგაშო მდგომარეობა, მაგრამ რადგან ასეა თქვენი ამბავი რომ სულ იმატებს, მალე დადგება გამოუვალი მდგომარეობა და ჯობია რომ დროზე. ძალიან ადამიანურად მომიდგა, მომეფერა, დამამშვი და მითხრა რომ არ ინერვიულო, მე აქა ვარ, აბა ისთვის ვარ. დათო აბულაძის სტილი და ჟანრი ეგ არის მიდგომა, რომ ამას ხათაშორის არ გადაუჭარბებია დიდად ფერება ჩემთან, რაც ასევე ძალიან მომეწონა. და რეალობას განახებს, გეუბნება რომ შენ თუ ეს არქანი, მე ვერ ფსორ ვიზავ. ხო, 100-ია და რა ვიცი შენ გადაწყვიტე ხა დანარჩენი. რადგან სამედიცინო ამბებიც დაემთხვა რომ შეიძლება და თან კორონა იყო გაქანებული. უი, ხო, დროც შევია. არაფერი ისეც განსაკუთრებულს არ ვაკეთებდი და წავედი და წამოვწექი იქა. რამდენი დაიკელე ხა? 60 კი. რამდენ ხანში? წელიწად ნახევარში. ნელ-ნელა ხო. პირველი 6 თვეში 30 კილო და მერე ნელ-ნელა. მერე მოვიმატე ცოტა. ეხა ინარჩუნებ თუ კიდე? ეხა სულ ერთ წონა, აი ბოლო 1 წელია უკვე სულ ვარ 95 კილო და ვარ. რა მოგიტანა ამ ახალმა გარემოებებმა, ანუ რა მოიტანა შენ ცხოვრებაში? საქმე დავიბრუნე, ვეღარ ვგავდი, ვეღარ ვიხრებოდი, დამჯდარ საქმეს ვეძებდი სულ. აღარ ვიყავი ისეთი რაც მინდოდა. სურვილი ხო ადამიანს აქვს კეთების და მე მით უმეტეს ხა ჩემი პროფესიაში სხვანაირად არ შეიძლება. ვეღარ ვიხრებოდი, მაღლა ვეღარ ავდიოდი, თავბრუ მეხვეოდა. აი მივხვდი რომ საქმეს ვკარგავ. და ამან გადამაწყვეტია ასე ადვილად, იმიტომ რომ საქმეს უდავკარგავ, მე ჩემ თავს დავკარგავ. და ახალგაზრდობის შეგრძნება? არა, რა ვიცი, ეგ სულ მანამდეც მქონდა და მე ვარ გურული რა. მე მგონი იმერეთში ანუ ყველა აწმითი სიმპტომით და გამოხატულებით ვარ გურული, იმიტომ რომ გურული ხო რაღაცას ყველაფერს ზედაპირულად უყურებს, გამოუსწორებული ოპტიმისტია, ხელს არასოდეს არ ჩაიხრებს, ჩაიქნები როდეს მე ხელი? უი არა, ღმერთო დამიფაროს. ხო, ზუსტად. სულ მაინც წინ სადღაც რაც არ უნდა ბნელგვირებში იყოს, გურული სინათლეს მაინც ხედავს. რა უნდა, მაგრამ იმედით და სიხარულით ვარ სულ. ასე ვიყავი მაშინაც.
ხო, ზუსტად. ხო, მაგრამ ძალიან შეიცვალა ჩემი. ჯერ ჩარავდგები, აი მიკვირს ზოგჯერ. ხო. დილას რო გავახელთო და ანუ გურული ხასიათი დაგიბრუნდა ბოლომდე. ფიზიკური გამოვლენები. არის არასოდეს დაკარგული არ მქონია, მაგრამ უფრო ადვილად ეხლა რაღაცებს მართლა თქმა უნდა. დავდივარ და სირთულები ახლავს ამასთან. უდიდესი. არავის არ ეგონოს რომ ეს იოლი ამბავი. მე ემოციური ადამიანი ვარ და საერთოდ მე შევდგები ემოციისგან. ემოცია თუ გამომეცალა, ჩათვალე რომ მე აღარ ვარ. ხო, მივხვდი. ხო, ეგ დავკარგე. ძალიან აი 2 წელი მე ვიყავი სულ ოპერაციის მერე. ოპერაციის რატო? დავკარგე ემოციას ხო ძალა ჭირდება და ძალა აღარ მქონდა. გავიგე. ძალა გამომეცალა. აი რომ მინდოდა რომ მოგფერებოდი, გამომეხატა ენერგია არ მქონდა. ენერგია არ მქონდა იმ ემოციების გამოსახატავად. ეს იყო ნამდვილად დათომაც იცის ეს ამბავი, ძალიან მომეშველა, ძალიან. მე ერთი ამბავია ოპერაცია და მე ოპერაციის მერე ვინგ პატრონობს. აი მე ბატონი დავითი ძალიან ემოციურადაც ძალიან მომეხმარა. მოდი ეხა ასე, მოდი ეხა ეს დალიე, მოდი ეხა ამაზე ნუიფიქრებ. აი იცის მან ალბათ. ბევრი უნახავს. გავლილი აქ აბარა. ხო და ძალიან მომეხმარა, ძალიან. ადამიანები რო კვდებიან და ამბობენ რომ სამოთხეში ხვდებიან, მგონია ასეთია. მართლა, ასი ლამაზია. მე კარგად ვარ, აი ჩემი სახლია აქვს ცხოვრობ. აქ სულად რანაირად უნდა იყო ხან უკვე და აქ თუ სულად შარზე ხარ. ხო, მე არ დავდივარ არსად, ხო იცი, არც აქციებზე, არც არსად, მაგრამ ყველა აქით მოდის. კი. ამიტომ პროტესტიც მაქვს, ემოციაც მაქვს, ყველაფერი მაქვს, ოღონდ აქ შენებურად გამოხატული. ჩემებურად.